პროცედურული სამართლიანობის დეტალები რაც არის. ხო, აი მაგალითად რისი ფეხქვეშ გათელვაც ხდება, ხო? ეხა მაგალითად ასობით ადამიანს, რომელსაც 5000 ლარიან ჯარიმებს უფარდებენ, რა ვიცი, ან რომ მიხვიდე და დაუდო რომ პირობითად პოლიციელმა თუ თქვა რომ შენ რაღაც ქუჩას კეტავდი, შენ რომ დაუდო რა ვიცი ვიდეო რომ ვიყავი მაგალითად ამ მეორე კონტინენტზე, მოსამართლე მაინც შეგიფარდებს ამას. მისთვის სიმართლე არ არის მნიშვნელოვანი, ხო? მისთვის მნიშვნელოვანი არის რა, შენი დასჯა. მისთვის მნიშვნელოვანი არ არის რომ შენ მოგანიჭოს რაიმე ტიპის პროცედურა დაიცვას, ხო? შენ შემთხვევაში ამაზე დააყრდნობს გადაწყვეტილებას, სხვა შემთხვევაში სხვა რამეზე დააყრდნობს გადაწყვეტილებას. ყოველთვის გაიზიარებს იმის მტკიცებულებას, რაც შენზე პროკურორმა თქვა, პოლიციელმა თქვა, შენ არასდროს არ მოგისმენს, ხო? ცალმხრივი არის. ანუ შენ მიკერძოებული არის. ანუ თავის თავშივე ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი მესამე არბიტრის იდეას, ხო? და შესაბამისად ეს განასახიერებს რა, ჩვეულებრივ ძალმომრეობის ინსტრუმენტია, ხო? ანუ ასეთ დროს რაც ის აკეთებს. მისი მეშვეობით, ამ ეგრეთ წოდებული მოსამართლის მეშვეობით, სინამდვილეში ის ძალაუფლების მქონე ძალადობს შენზე. და ასეთ დროს